ჩვენ ახლა ვართ რესტორანში 47 და 47 მასპინძლობს ჩვენს ახალ პროექტს, რომელსაც ქვია სითის შეხვედრები. სითის შეხვედრები გაიმართება ალბათ თვეში ერთხელ და მისი მთავარი არსი იქნება, რომ მოწვეულ საზოგადოებას და სტუმრებს თემატური შეხვედრები გავუმართოთ. ჩვენი პირველი შეხვედრა ეთმობა განათლების თემას, არაფორმალური განათლების თემას და მთავარი მომხსენებლები არიან ჩემი უკვე დიდი ხნის მეგობრები, პაიდეას დამფუძნებლები ლიკა და ნინო. დღეს ვისაუბრეთ ჩვენი უმთავრესი პროექტის მოსაუბრე წიგნების შესახებ. მოსაუბრე წიგნები ეს არის წიგნის კლუბი, სადაც ჩვენ ბავშვებს ხმამაღლა ვუკითხავთ წიგნებს. ხა რატომ ხმამაღლა ვუკითხავთ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი კვლევები უკვე 10 წლეულები აჩვენებს, რომ ხმამაღლა წაკითხულ წიგნს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ინტელექტუალური და ემოციური განვითარებისთვის. ავითარებს ემპათიის უნარებს, ავითარებს ფანტაზიის უნარს, ასწავლის ბავშვს მოსმენის უნარს. მე და ლიკა პაიდეა დავაარსეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა ქართველი მშობლებისთვის, რადგან ჩვენ საზღვარგარეთ ცხოვრობდით და ხედავდით სხვაობებს აღზრდასა და მშობელსა და ბავშვებს დამოკიდებულებაში და გვინდოდა, რომ ეს ჩვენი გამოცდილება ჩამოგვეტანა და ქართველი მშობლებისთვის გაგვეზიარებინა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცა საშუალება ამ ძალიან საინტერესო იდეის შესახებ მომესმინა, იმიტომ რომ საქართველოში არა ვართ განებივრებული მსგავსი პროგრამებით, რომელიც ცალსახად ეხმარება ბავშვს განვითარებაში და ეხმარება მშობელს ბავშვთან დაკავშირებაში. ჩვენ სამწუხაროდ ესე გვაქვს გონია, რომ ესე უნდა იყოს, რომ ჩვენ უნდა მოვარგოთ ბავშვი ჩვენს მოლოდინებს, ჩვენს სურვილებს, ჩვენს რაღაცა ინტერესებს და საერთოდ საპირისპიროდ მუშაობს რეალობა. ჩვენ პირიქით ბავშვს უნდა მოვერგოთ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო გოგოების იდეა წიგნის კითხვაზე. აი ეს ფრაგმენტი დამამახსოვრდა ყველაზე მეტად, სადაც ისინი დადიან სკოლამდელ და ხო, აი დადიან და წიგნებს უკითხავენ ბავშვებს, რასაც შეიძლება ვერ აკეთებდეს მშობელი, ან არ აკეთებდეს, არ იცოდეს რომ თურმე ეს საჭიროა, რომ ხმამაღლა წაუკითხოს თავის შვილს წიგნი და შემდეგ რაც თავი ეს განიხილვა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თუნდაც ადრეული განვითარების რაღაცა ახალი პროექტის შესახებ და ახალი მეთოდის შესახებ ინფორმაციის გაცნობა, რომელიც აქამდე არ ვიცოდი და ძალიან საინტერესო იყო. და ასევე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის შესახებ ვისაუბრეთ, რაც დღევანდელი მშობლებისთვის ძალიან აქტუალურია, ეს არის წიგნიერება. ახალი ეტაპი დაიწყო სითის ცხოვრებაში. ეს არის ესეთი თემატური შეხვედრები, ყოველთვის სითი გამოირჩეოდა რაღაცა ლიდერი იყო, რომ საინტერესო ახალი ფორმატი უნდა შეეთავაზებინა მკითხვალისთვის, მაყურებლისთვის და ეხლაც არ უღალატა ამ ტრადიციას და ეს თემატური შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უამრავ ჯერ ესეთი რომ ინფორმატიულია, ძალიან ბევრი ინფორმაციას იღებ, არაჩვეულებრივ ადამიანებს იცნობ, მაგალითად როგორც დღეს